წარმოგიდგენთ Azdom-ის ბრენდის პრემიუმ ხარისხის ვიდეო რეგისტრატორს. ეს არის ფლაგმანური ვერსია ამ მომენტში M550 Pro. მოდით ვნახოთ რა დაგვხვდება შიგნით. რა თქმა უნდა, ინსტრუქცია რამოდენიმე ენაზე. ეს არის ძირითადი კამერა ეკრანით, ქვემოდან აქვს სამართავი ღილაკები, ასევე რეგულირებადი თავაკი, რომ კარგად მოვარგოთ საქარე მინას, GPS ჩაშენებული მოდული, რომელიც საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში სიჩქარე გაიზომოს, ასევე უყენია Sony-ს მატრიცა. იღებს 4K-ში, დღისითაც და ღამითიც გადაღების ხარისხი ძალიან მაღალი არის, რასაც მომდევნო ვიდეოებში გაჩვენებთ. გარდა ამისა, მოყვება თავისი ბრენდული 64 GB-იანი მეხსიერების ბარათი. ამ კამერას აქვს რეჟიმი, რომელიც წრიულ ჩაწერას უზრუნველყოფს, დაახლოებით 8 საათის მერე ძველ ვიდეოს წაშლის და გადააწერს თავზე, ანუ გასუფთავება მეხსიერების არასოდეს არ დაგჭირდებათ. ასევე გეტყვით იმასაც, რომ აქვს პარკირების რეჟიმი G-სენსორთან ერთად, როდესაც გაჩერებული გახართ, ამ შემთხვევაში ვინმე თუ დაგარტყათ მანქანაზე, კამერა ჩაერთვება და ჩაიწერს დამნაშავეს. მოყვება ესეთი კაბელი, რომელიც უერთდება სურვილისამებრ, შეგიძლიათ სანთებელაში მოათავსოთ, სანთებელის ბუდეში და ესე ამუშავოთ კამერა. მაგრამ ჩვენ გთავაზობთ მონტაჟის სერვისს, რომ დავმალოთ ეს მართულები და სალონში რო არ იყოს ულამაზოდ, დაგეხმარებით კამერის პროფესიონალურად დამონტაჟებაში. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ესეთ უკანა ხედვის კამერაც აქვს, რომელსაც აქვს 130 გრადუსი ხედვა. ეს უკვე იღებს 4K-ში, თუმცა აბსოლუტურად საკმარისი არის უკანაც რომ გამოჩნდეს ყველა დეტალი რა ხდება გზაზე. შესაბამისად, ფაქტიურად წინა და უკანა მხარე მთლიანად მოცული არის. ჩაწერა ვიდეოსი, რამე რომ მოხდეს, უპრობლემოდ რომ მოხდეს დაფიქსირება, ესეც რეგულირებადი არის და ეკრობა უკარა საქარე მინას. კომპლექტში ასევე მოყვება ეს თავის სამაგრები და კოუზი, ვინმეს თუ დაჭირდა. სათადარიგო სტიკერი და საქარე მინაზე მარტივად რომ დაამონტაჟოთ და მოხსნათ შემდგომში ესეთი ფირები. პრინციპში სულ ეს არის. შეგახსენებთ, რომ Azdom-ი არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც საქართველოში ხარისხით და ფასის კუთხით ამ ეტაპზე უალტერნატივო არის. მადლობა ყურადღებისთვის.